მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ბევრი დრო არ მაქვს დღეს და ამიტომ ცოტა მოკლე ლაივ ჩავწერ და დაგელოდებით სანამ შემოხვალთ. მანამდე მე გაგანდობთ იმ თემებს, რაზეც უნდა ვისაუბრო. ესე იგი, დღეს ვისაუბრებ იმ საკითხზე, თუ როგორ გაირღვევა მატრიცა, როგორ მოხდება მატრიცის გარღვევის მომზადება და ვინ ვიქნებით, რომლებიც ამ მატრიცას გავარღვევთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ არა ერთი ადამიანი შემხვდა მე და გამესაუბრა, თუ პირიქით რომ თქვათ, რომ მე შევხვდი და გავესაუბრე მას, მე და ჩემი მეუღლე შევხვდით და გავესაუბრეთ მას და მოგესალმებით, შემომიერთდნენ და ამაზე ვისაუბრებთ დღეს. მე მაქვს რთული აღებული და აქ რაღაცებს წერს ხოლმე პესიმოც მაგალითად ხომ, არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ მაგას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ვისაუბრებ დღეს თუ ვინ და როგორ გაარღვევს მატრიცას. გავარღვევთ მატრიცას. ეს არის ჩემი რვეული, სადაც ყველა ადამიანის მონაცემი, მატრიცის მონაცემი, ვისი სურვილიც იქნება, რა თქმა უნდა. რომ მისი მატრიცა ვნახოთ, აი აქ არის მატრიცის გამოთვლები და ამ მატრიცის გამოთვლების მიხედვით ჩვენ თვალნათლივ ხედავთ თუ რომელი არის იმის უნარიანი, რომელი ადამიანია იმის უნარიანი, რომ გაარღვიოს მატრიცა და რომელ ადამიანს აქვს ამის დიდი პოტენციალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ადამიანი უკვე ვნახეთ და შევხვდით ასეთ ადამიანებს და გავიცანით, გავესაუბრეთ, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე და მინდა გითხრათ, რომ დღემდე რატომღაც მხოლოდ კახეთის მხარე აქტიურობს და ეს ტყუილად არ ხდება, რომ კახეთის მხარე ακτიურობს. მინდა გითხრათ, რომ სადაც არ ყოფილვართ საქართველოს ტერიტორიაზე, მე და ჩემი მეუღლე, თვალში მოსახვედრია ის, რომ კახელები ძალიან შრომელი ხალხი არიან და ისინი არ დაიზარებენ ხოლმე და ისინი მართლაც შრომას აფასებენ, არ არის ისე, რომ ჩვენი სხვა კუთხეების მაცხოვრებლები შრომას არ აფასებდნენ, მაგრამ რატომღაც როგორც რაჭველები, ისე თითქოს ზანტად მიდიან ხოლმე ჩვენი სხვა კუთხის, ანუ საქართველოს სხვა კუთხის მაცხოვრებლები. მაცხოვრებლები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავისთავად კახელები იქნებოდნენ, ვინც დაიწყებდნენ პირველ გამოხმაურებებს და მინდა გითხრათ, რომ თითქმის რამდენ ადამიანსაც შევხვდით, არის კახეთის მხრიდან. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან ესენი და გურიაც სხვათა შორის გურია და იმერეთიც აქტიურობს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იაქტიურეთ, ჩემო მსმენელო, აუცილებლად იაქტიურეთ, თუ გინდათ მატრიცის გარღვევა და სისტემის ხელში აღება, ანუ 2000 წლის განმავლობაში რომელ სისტემაშიც ჩვენ ვიყავით მოქცეული და რომელი სისტემაც სრულად კაცობრიობას მართავდა, სწორედ ეს ამის გარღვევა იწყება ეხლა. არა მხოლოდ ჩვენ ვართ ჩართული ამ საკითხში, არამედ არიან უამრავი ჩვენზე უფრო დიდი ძალები ჩართული და ცდილობენ, რომ ეს მატრიცა შეცვალონ სხვა მატრიცით. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ჩვენ ეს მატრიცა გავარღვიოთ და გავიდეთ თავისუფლებაში. რომელ თავისუფლებაზე იქნება საუბარი, მეგობრებო, და მე ჩემს წინა ვიდეოებში არაერთხელ მისაუბრია იმ თავისუფლებაზე, რომელი თავისუფლებაც ქრისტემ შემოგვთავაზა ჩვენ. ალბათ იტყვით, რომ ჯვარცმა რა თავისუფლებაა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჯვარცმის იქით არსებობს ესეთი თავისუფლება, რომელიც არის საკუთარი თავის უფალი. როდესაც აი ამ არაჩვეულებრივი ადამიანების მატრიცებში ჩავიხედე და დავინახე, რომ ეს ადამიანები ნამდვილად გასული არიან ჩარჩოს გარეთ, მხოლოდ მათი როგორი ის მიდის, იცით, ზეწოლა მიდის, რომ ისინი თითქოს და იყვნენ უცხო ადამიანის, თითქოს და იყვნენ არაამქვეყნიურები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქრისტეც სწორედ აი ასეთი გზით გავიდა მატრიციდან, ქრისტეც სწორედ ამ გზით და ამ ჯვარცმით გავიდა მატრიციდან და გაითავისუფლა თავი, თუმცა ის გადაიზარდა სულიერ ესე იგი ამაღლებაში ქრისტეში იესო და მისი გზა იყო სწორედ ის, რომ ის განდეგილად აქციეს, ის გიჟად შერაცხეს, ის აფურთხეს და ასეთ გზას გადის ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ჩარჩოს არღვევს და რომელსაც აქვს ეს უნარი, რომ ჩარჩო გაარღვიოს,
ზუსტად ისე როგორც ქრისტემ გაარღვია ჩარჩო. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ მე რაღაცა არარეალურზე ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ აბსოლუტურად რეალურზე, რაც შესაძლებელია და ეს უკვე ფაქტის სახეზე გვიდევს, რომ ეს შეძლო ქრისტემ და ნებისმიერი ქრისტიანი ამას შეძლებს. თავისუფლების მოპოვება არის ის, რომ შენ გახდები შენი თავის უფალი. შენი თავის უფალი ნიშნავს იმას, რომ შენ მოიპოვებ შენს თავზე უფლებებს და არ იქნები სხვის უღელ ქვეშ. გარდა ერთისა, გარდა ზეციურისა, რომელიც მამაა შენი. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ამას უკვე საუბარში გაგანდობთ, როდესაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც მე გავიგებ და დავინახა, რომ თქვენ ხართ ამის უნარიანი, რომ მიიღოთ ის ინფორმაცია, რასაც მე თქვენ მოგაწვდით, რომ ხართ ამის უნარიანი, რომ შეძლოთ ამ ინფორმაციის არამხოლოდ მიღება, არამედ გადამუშავებაც და თუ კი თქვენ ამის უნარიანი ვერ იქნებით, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმდენს მიიღებთ, იმდენი ინფორმაციას მიიღებთ ჩემგან, რამდენსაც შეძლებს თქვენი შინაგანი ატანას, გადამუშავებას და შემდეგ გარეთ გამოტანას, ხო? მხოლოდ მიღება არ არის ღვთიური და არ არის ნორმალური, აუცილებლად უნდა შეეძლოს ადამიანს, როდესაც მიიღებს, ის გარეთაც გამოიტანოს. გარეთ გამოტანა ნიშნავს იმას, რომ უნარიანი იყო ისევე როგორც მეტყველების, თუ მეტყველების არა, გამოხატვის უნარიანი იყო რაიმე ფორმით, რაიმე სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიზარებთ, მე და ჩემი მეუღლე ვათანხმებთ შეხვედრებს და იაქტიურეთ, უბრალოდ უნდა იაქტიუროთ. ერთადერთი მატრიცის გამოთვლისთვის მე რაც მჭირდება, ეს არის თქვენი დაბადების დღე, თვე და წელი. მეტი მე არაფერი არ მჭირდება, თქვენ აუცილებელი არ არის, რომ სადღაც წახვიდეთ და ანალიზები გაიკეთოთ და მე ამ ანალიზების მიხედვით ჩვენ დავადგინოთ მატრიცა, არამედ თქვენ მხოლოდ მეტყვით, რომელ თვეს, დღეს და წელს ხართ დაბადებული და აქედან გამომდინარე გავიგებთ, ხართ თუ არა მატრიციდან გასული უკვე, ან ხართ თუ არა უნარიანი იმის, რომ მატრიციდან გახვიდეთ და გაქვთ თუ არა ღვთიური ხაზი. აი ამას გავიგებთ აუცილებლად. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე, ანუ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ საკითხში, არ გეგონათ ეხლა მე რომ ვიდეოებს არ წერ იმ ადამიანებთან, ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად დაცული იმ ინფორმაციისგან, ჩვენ შორის რა საუბარიც ხდება, ხვდებით? ანუ მე არ ვაჟღერებ ამ ადამიანების არც სახელებს, არც გვარებს და არც ვინაობას, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ის ხაზი, რომელსაც ქვია მატრიცაში მოგზაურობა. დიახ, ჩვენ მოგზაურობთ მატრიცაში, რამე თუ შემდეგ ეს მატრიცა ერთიანად გავარღვიოთ. ეხლა რა ხდება? როგორ შეიძლება მოხდეს ამ მატრიცის გარღვევა და რა იქნება შემდეგ ამის შედეგი? შედეგი, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოხდეს, ეს არის ერთობით, ერთიანი ძალებით და არა მხოლოდ ის, რომ ერთიანი ძალებით და ერთიანი აზროვნებით, არამედ აბსოლუტურად თავისუფლად. აი მაგალითად, კაცობრიობა, ანუ აზიის ისეთ მატრიცაში, რომ მიაჩვიეს დღემდე, რომ აუცილებლად უნდა ყავდეს უფროსი, აუცილებლად უნდა ყავდეს მმართველი, აუცილებლად უნდა ყავდეს მეფე, აუცილებლად უნდა ყავდეს ვინმე დირექტორი, რომელიც ეტყვის და მიმართულებას მისცემს ამ ადამიანებს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მატრიციდან გასვლის შემთხვევაში ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავის თავზე უფლებები მოიპოვონ, არ არიან აი ამ მატრიცაში მოქცეული, რომ სჭირდებოდეთ ვინმე უფროსი, სჭირდებოდეთ ვინმე ბოსი, სჭირდებოდეთ ვინმე მეფე, სჭირდებოდეთ ვინმე ბრძანებელი, რომელიც უბრძანებს და შემდეგ ესენი გააკეთებენ იმ გეგმას, არამედ ისინი უკვე თავად არიან ამ ასეთი მასტერები, თავისი საქმის მასტერები, რომ მას არ სჭირდება ჩემი თქმა, მე არ მჭირდება მისი მიმართულების მოცემა, არამედ ჩვენ საუბარში უკვე იკვეთება ისეთი მონაცემები მასშიც და ჩემშიც, რომელიც გამოუთქმელად უკვე ახერხებს აი ამ საკითხის გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, ეს არის დაფარულში, მეგობრებო, აი მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური, როგორ გითხრათ, მედიალური შესაძლებლობები ადამიანების
ადამიანების, რომლებიც გამოუთქმელად კითხულობენ უკვე, მე უკვე შენი მესმის გამოუთქმელად, ანუ შენ სანამ იტყვი უკვე ვიცი რაც უნდა თქვა და მე ვიცი შენი სანამ იტყვი რაც უნდა თქვა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს შენი მონაცემები, მე მესმის შენი, მე ვგრძნობ შენ, მე ვიცი შენაც გადარდებს, ანუ დაახლოებით კი არა და ზუსტად ვიცი რა მიმართულებითაც იქნებოდა ვთქვათ შენი სურვილები და მე ამას შენ რომ არ მითხრა, მაინც გავაკეთებდი, ესე რომ ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე, მე შენი ბოსი კი არ ვიქნები, ან შენი უფროსი, ან შენი მეფე, ან შენი პრეზიდენტი. მე ვიქნები უბრალოდ შენი იანი, ანუ ნახე, შენ იქნები ჩემიანი და მე ვიქნები შენიანი, ჩვენ უსიტყვოდ გავუგებთ ერთმანეთს, სწორედ ასეთი ადამიანები დაკავშირდებიან ერთმანეთთან და ეს ძალა, რომელიც ვთქვათ, ღვთიური ძალის მიერ იქნება მოწყობილი, ისე არა რომ აი ახლა მე დავგეგმო რომ აი იმ ადამიანს შევხვდე. არა, ღმერთი როგორც ისურვებს, იმ ადამიანებს შემახვედრებს და იმ ადამიანებს გამაცნობს, ხო? მე ასე მჯერა და ასე ვფიქრობ და ასეც არის. და თუ ღმერთი არ ინებებს, მე ძალით არავის არ ჩავუყობ ხელს და არ ვეტყვი რომ აი ხა შენ მოდი აქ, შენ ჩემიანი ხარ. მე ადამიანს არ ვეტყვი რომ შენ ჩემიანი ხარ, ადამიანი თვითონ მიხვდება რომ ჩემიანია და მე მივხვდები რომ მისიანი ვარ. ეს როგორ ხდება მეგობრებო? ეს ხდება მხოლოდ თვალებში ჩახედვით. როდესაც თვალებში ჩახედავ ადამიანს, შენ ვირტუალური საშუალების მეშვეობით რომ არ შეცდე, აუცილებლად მიხვდები და იგრძნობა არის თუ არა ის შენიანი. და შემდეგ როდესაც გაისაუბრებ, შენ აუცილებლად მიხვდები არის თუ არა ის შენიანი. და თუ შენ ეს ვერ მოახერხე, მაშინ შენ ჩაკეტილ სივრცეში ხარ, ჩაკეტილ წრეში ხარ და დაკაფსულებული ხარ როგორც ერთი ინდივიდი. როგორც ერთი ინდივიდი, შენ არანაირ ძალა არ შეგწევს იმის, რომ აი ამ მატრიციდან, რომელიც მოცემულობაშია შენთან, შენს გარშემო, შენ სოციალურ წრეში გაარღვიო, იმიტომ რომ შენ ხარ დაკაფსულებული. თუ შენ ამ კაფსულიდან გამოხვალ და შენნაირებს, ანუ ამას ეძახიან ეგრეგორებს, მაგრამ ეგრეგორები კიდე არიან სხვა ძალები, რომლებიც სულ სხვანაირად არიან, სხვა ხაზით არიან დაკავშირებული. აქ არის სხვა ხაზის დაკავშირება, აქ ხდება უკვე რჩეულთა დაკავშირება და ეს ნამდვილად ჩანს ყველას მატრიცაში, ვინ არის რჩეული და ვის შეუძლია რომ რჩეული გახდეს, ვის აქვს უნარი რომ რჩეული გახდეს. ეს თუ შენ დაბადების მოცემულობაში არ არის ჩაწერილი, მაშინ შენ დაივიწყე რომ რჩეული შეგიძლია ოდესმე გახდე. იმიტომ რომ შენ გააქვს ამის მოცემულობა დაბადების დღეს. გესმის? ამ დაბადების დღეში წერია რომელ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს რჩეული და გახადოს კიდევ 10 სხვა მისნაირად. და თუ კი თქვენ ეს ხაზი არ გაქვთ, მაშინ თქვენ არ მოგეკითხებათ ის, რომ აკეთოთ რჩეულთა საქმე. რჩეულთა საქმე არ არის მეგობრებო ის, რომ კამფეტებში და იმაში ზიხარ, ფულები გეყრება თავზე. მე მინდა გითხრათ, რომ რჩეულთა საქმე არის ძალიან რთული და არ გეგონოთ, რომ რჩეული ვართ, ეხლა უკვე კარგად აგვაქვს საქმე და გადავიდოთ ფეხი ფეხს. არა მეგობრებო, პირიქით, ძალიან ცდებით ესე თუ ფიქრობთ. რჩეულთა საქმე არ არის ივანიშვილობა. რჩეულთა საქმე არის ჯვარცმა. შენ თუ შენს მონაცემში შეგიძლია მატრიციდან გასვლა და შეგიძლია აიღო შენს თავზე ის ტვირთი, რაც ქრისტემ აიღო და ეს ბევრს შეუძლია დამერწმუნეთ, მაშინ შენ ხარ რჩეული. რჩეული არ ნიშნავს იმას, რომ მოგივიდეს ყველაფერი მზამზარეულზე. რჩეული არ ნიშნავს იმას, რომ შენ გემსახურონ. რჩეული ნიშნავს იმას, რომ შენ ემსახურო, შენს თავზე მოიპოვო, პირველ რიგში შენს თავზე მოიპოვო უფლებები და შემდეგ აი ეს უფლებები, რომლითაც შენ მოიპოვებ შენს თავზე უფლებებს, გარღვეული გაქვს მატრიცა, ამ გარღვეული მატრიციდან უკვე დაუკავშირდე იმ დაკაფსულებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რომ გავიდნენ ამ მატრიციდან, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რომ გახდნენ თავის უფალი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის უფლებას მოიპოვებს, აღარავის ბრძანებლობის ქვეშ არ იქნება და არ იქნება ის, რომ მას სჭირდება აუცილებლად ვინმე ზედამხედველი და მასზე უფრო მაღალპოსტიანი ადამიანი, არამედ ის იქნება უკვე ზე ციური. ხვდებით? ანუ ზე კაცი. ის იქნება ადამიანი, რომელმაც მოიპოვა თავის თავზე უფლებები. როგორ
ეს სხვა საკითხია, ყველას სხვადასხვა გზით მოეთხოვება ამ თავის უფლებების მოპოვება. ეხლა მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ამ ინფორმაციით გააზიარეთ ეს ვიდეო აუცილებლად, იმიტომ რომ აუცილებლად შეიკრიბება რჩეულთა ის საზოგადოება, რომელ რჩეულებზეც თუნდაც დავარქვათ იმ მატრიცის, რომელიც წმინდა წერილების სახით არის მოცემული, იმ მატრიცაში მოცემული ინფორმაცია. ჩვენ ისევე როგორც ვარღვევთ ინფორმაციას კი არა და მატრიცას, ასევე ჩვენ ამას კარგად ვეცნობით. ამ მატრიცის მონაცემებს კარგად ვეცნობით. თუ ამ მატრიცის მონაცემები კარგად არ გაქვს გაცნობილი, მაშინ შენ გარღვევას ვერ მოახერხებ. შენ არ გეცოდინება რას არღვევ და როგორ არღვევ და რითი არღვევ. აქედან გამომდინარე, შენ აუცილებლად გჭირდება გაეცნო იმ მატრიცას, რაც მოცემულობაშია და შემდეგ აი ამ მოცემულობიდან შენი გზებით, რომელიც ზეციდან იქნება ნაკარნახები, გაარღვიო, როგორც ქრისტემ მოახერხა ეს და როგორც გითხრა, რომ თქვენ ჩემზე მეტს შეძლებთ და ჩვენ იცოდეთ, რომელი ადამიანს ავირჩევთ ქრისტეს გზას, არ გეგონეთ, რომ ქრისტეს გზა არის მხოლოდ აი 2024 წლის წინ იყო და დღეს აღარ არის. სულ აქტუალურია, მეგობრებო, ნებისმიერ დროში. ქრისტემ მოახერხა ისეთი მატრიცის გარღვევა და ისეთი მაგალითის დადება, რომ ის დროსა და სივრცეს გაცდა. ესე იგი, ნებისმიერ დროში, ნებისმიერ სივრცეში არის შესაძლებელი, რომ მოხდეს და ეხლაც ხდება ეს. ეს არის აქტუალური სულ მუდამ. არ გეგონოთ ისე, როგორც გეუბნებიან ხოლმე მღვდლები, რომ აი ეს მაშინ იყო და იქ სხვა დრო იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ რომ ქრისტემ გაცდა დროსა და სივრცეს. ესე იგი, ქრისტემ მოახერხა ის, რომ ნებისმიერ დროში, ნებისმიერ სივრცეში ყოფილიყო სულ მუდამ აქტუალური. ანუ განუწყვეტლივ აქტუალური. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ დღეს სხვა დროა და მაშინ სხვა დრო იყო. ქრისტეს ქმედება იყო ყველა დროში აქტუალური და არის ყველა დროში აქტუალური და იქნება ყველა დროში აქტუალური, როგორც უკვე სამჯერ თქვი. ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული და სწრაფად განვითარებადი დრო არის ეხლა ამ წამს, ამ ჟამს, რომელ ჟამშიც ეხლა ჩვენ ვართ და ნუ დაიგვიანებთ აუცილებლად თქვენ თუ თვლით თავს ქრისტიანად, აუცილებლად მოინდომებთ ჩვენთან გასაუბრებას. ახლა გემშვიდობებით და გისურვებთ საუკეთესო დღეს და შევხვდებით მალე.